და მე კიდევ ერთი ისტორია დავწერე. საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს медаლი მოიპოვა. ქალთა შორის საქართველოს ჰიმნი ეთერ ლიპატელიარმა აჟღერა, ხოლო მამაკაცთა შორის ლაშა შავდათბაშვილი. მოგესალმებით, უბედნიერესი ვარ დღეს რომ მოვახერხე გამარჯვება. ეს ჩემი ოცნება იყო, ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული იყო მსგავსი რანგის შეჯიბრი. დღეს ვარ სავსე ძალიან დიდი ემოციებით. განსხვავებული შეჯიბრია, როდესაც სტარდება შენს ქვეყანაში, შენს კედლებში, ესწრება შენი გულშემატკივარი, ოჯახის წევრები. მეტი ემოციები გაქვს სპორტსმენს და ვფიქრობდი თავიდანვე იმას, რომ დღევანდელ დღეს მომხერხებინა გამარჯვება და კვარცხლბეგის უმაღლეს საფეხურზე ავსულიყავი. ფინალში, როდესაც მარცხდებოდი, ყველანაირად მამხნევებდნენ, რომ არ დავნებებულიყავი და გავხდარიყავი ჩემპიონი. რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა პატრიარქი და ყოველთვის გულში ვიძახდი იმას, რომ მინდოდა ჩემპიონი გამხდარიყავი და პატრიარქისთვის მიმეძღვნა ეს გამარჯვება და მთელი შეხვედრაც ვფიქრობდი, რომ უფალიც და პატრიარქიც გვერდში მედგნენ და როდესაც 15 წამი იყო დარჩენილი, არაფერზე არ მიფიქრია ერთი ის უთხარი პატრიარქს, რომ მინდა რომ ეს გამარჯვება შენ მოგეძღვნა და გთხოვ მომეცალა იმისა, რომ გავხდე ჩემპიონი მეთქი.